გამავიცილოთ თავიდან არასასიამოვნო სურპრიზები და ვისაუბროთ იმაზე, თუ რა გავლენა შეიძლება ახდენდეს საახალწლო კვება ჩვენს ჯანმრთელობაზე, ოღონდ ამ შემთხვევაში კანის ჯანმრთელობაზე. კი ბატონო. სათხესასწაულო სუფრა დატვირთულია, გემრიელი, თუმცა საკმაოდ ნოყიერი და არც თუ ისე ადვილად მოსანელებელი საკვებით. აქედან გამომდინარე, ამ პერიოდში არაერთი დერმატოლოგიური პრობლემა იჩენს ხოლმე თავს და მწვავდება კანის ქრონიკული დაავადებებიც. დერმატოლოგი ზაზა თელია გვიერთდება სტუდიაში და გვაძლევს რჩევებს ახლა საჭირო რეკომენდაციებს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი კანი არ გამოვიდეს თავის ჩვეული, მიღწეული შედეგებიდან, რომელიც წელიწადის განმავლობაში მოვიდა, ასე ვთქვათ. დილა მშვიდობისა ზაზა, მოგესალმებით. ბოლო რეკომენდაციებიც ლევანდელი წლისთვის გავცეთ ჩვენი მაყურებლებისთვის, მით უფრო რომ გვაქვს მიზეზი სანერვიულო, იმიტომ რომ ჩვენი კვება როგორც წესი შეიცავს ისეთ მძიმე მოსანელებელ საკვებს, როგორც არის ალბათ თავარელში ნიგოზი, ხო, ამ შემთხვევაში. რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გამოხატულია კანზე. ზოგადად აი კვებასა და კანის პრობლემებთან მიმართებაში ძალიან ბევრი მითები არსებობს და ბევრს გონია რომ რაღაცა კვება ამ კანთან ძალიან კავშირშია. თვითონ არ არის ასე? არ არის ესე, არის გამონაკლისების შემთხვევაში და ზუსტად ახლა მე ამ გამონაკლისებზე ვისაუბრებ. კერძოდ მე ვისაუბრებ კანის ალერგიულ გამონაყარზე, ანუ კანის ალერგიულ რეაქციაზე კონკრეტულ საკვებ პროდუქტებთან მიმართებაში. და ახლა ახალ წელთან ეს არ არის ზაზა, მაინც? ანუ მაინც გავლენას ახდენს, ხო? მე მითები ვიგულისხმე, როდესაც მაგალითად ადამიანები უკავშირებენ თხილეულს ან ნიგზის მირთმევას და მაგალითად აკნეს. ხო, ან ზედა გამონაყარს პირობითად სახეზე, ანუ აკნეს კუთხით, ანუ ესენი ერთმანეთთან კავშირში არ არის საერთოდ. ანუ ეს არის აბსოლუტურად მითზე დაფუძნებული. ხო, მზესუმზირებჭამე და გამომაყარა არ არის. ხო, არ არის, რა თქმა უნდა, არ არის. აბა რა არის? ეხლა აი ალერგიული რეაქციები როგორც წესი ჩვენ ვსაუბრობთ აქ კანის როგორც წესი ეს არის ჭინჭრის ციება გაგიგიათ ალბათ ანუ ურტიკარია ან მაგალითად კონტაქტური ალერგიული დერმატიტი და ეხლა რა იგულისხმება ამაში ახალ წელს რატო უსვავთ ჩვენ ეხლა ხაზს და რატო შევარჩიეთ ეს თემა იმიტომ რომ ახალი წლის დროს ზუსტად აი ის 5 ინგრედიენტი და 5 ნივთიერებები და 5 საკვები პროდუქტი უпростоრად რომელსაც ჩვენ ეხლა ჩამოვთვლით საახალწლო სუფრაზე ყველაზე ხშირად და ყველაზე აქტიურად გვხვდება ხოლმე და დავიწყოთ პირველი სლაიდი ვაჩვენოთ ეკრანზე ეს არის რა თქმა უნდა თხილეული და ნიგოზი ნუ იშვიათ შემთხვევაში ნუში შეიძლება ითქვას ანუ აი ესეთი ტიპის პროდუქტები, საკვები პროდუქტები ცნობილია, რომ წარმოადგენენ კონკრეტულ ადამიანებში ალერგენებს და ესეთი ადამიანები რეაგირებენ მსგავსი ტიპის პროდუქტების ჭარბად მიღებაზე და მოგეხსენებათ ხო, თხილეული ნიგოზი ჩვენ გვხვდება შეიძლება პურშით შეგვხვდეს ხილის ნამსხვრებში, საცივში გვხვდება და ასე შემდეგ და ხალეულში, რომელიც ხშირია საახალწლო სუფრაზე. და ასეთ ადამიანებს შეიძლება განუვითარდეთ ურტიკარია. ურტიკარია არის სამედიცინო ტერმინი, საზოგადოებაში ცნობილი როგორც ეგრეთ წოდებული ჭინჭრის ციება. ეს არ მოხდება სახეზე მხოლოდ. ხო, ეს შეიძლება მოხდეს სხვადასხვა ადგილებში და ხაზგაუსვავ. შეიძლება ურტიკარია ჭინჭრის ციება არ მიმდინარეობდეს მაინც და მაინც გამონაყრით. ანუ ჩვენ მაგას ბებერებს ვეძახით, აი ეს ამობურცული ელემენტი. შეიძლება უბრალოდ ქავილი დაეწყოს ადამიანს. ან შეიძლება თან ახლდეს შეშუპება, მეგობრებო, ანუ მაგალითად ტუჩი შეუშუპდეს. ან სახის არეზე პერიორბიტალური თვალის გარშემო შეშუპება დაერთოს. ეს უკვე უფრო სერიოზული ამბავია. ანუ მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ გამომჩა არაქისი ასევე, მეგობრებო, არაქისი და არაქისის კარაქი. და წაბლი ასევე არიან ადამიანები, რომლებიც კონკრეტულად აი არაქისზე სერიოზულ ალერგიულ რეაქციას ავლენენ და მათთან შეიძლება ანაფილაქსიაც კი განვითარდეს. ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ ესეთი ადამიანები. წაბლიც ასეც. ხო, წაბლიც მოიაზრება ასეც. ესე იგი პირველი პროდუქტები ეს არის თხილეული, ხო, ჩვენ როგორც ვეძახით. ეს არის პირველი, რომელიც გვხვდება საახალწლო სუფრაზე. ეხლა გადავიდეთ მეორეზე. ეს უკვე არის ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ პროდუქტებზე, რომლებიც არის სანელებლები და დანამატები, როდესაც აი უშვებიან კონკრეტულ რაღაც კერძებში, დარიჩინი და მიხაკი. ცნობილი ერთ-ერთი ყველაზე ესეთ ალერგენებად მოიაზრება და მათზე შეიძლება განვითარდეს მეგობრებო კონტაქტური ალერგიაც, ანუ არა ჭინჭრის ციება ურტიკარია, არამედ კონტაქტური ალერგია, მაგალითად კანი ჩეეხო ადამიანი, ვინც აკეთებს ამას
და განვითარდა რეაქცია კანის გაწითლების გამონაყრის ან შეშუპების და ქავილის ხარჯზე. ან შეიძლება სხვათა შორის შესუნთქულზეც კი მოხდეს, ანუ შესუნთქული ჰაერიდან მოხდეს და განვითარდეს რეაქცია. საკვების საღებავები უნდა აღვნიშნოთ კაშკაშა წითელი ფერის, სადღესასწაულო ტკბილეულში ხშირად ხდება, კარმინს ვეძახით ჩვენ მას და ეს კარმინი ზუსტად ერთ-ერთი ალერგენია, რომელიც ურტიკარის ჭინჭრის ციების მიზეზი შეიძლება გახდეს და რაშია ეს წითელი საღებავი? ვერ ვიხსენებ, რა შეიძლება? სადღესასწაულო ტკბილეულში, აი ისეთ ტკბილეულში, აი რომელიც წითელი ის? ხო, წითელი საღებავია, წითელი საღებავი, რომელიც ჩვენ კი არ ვამბობთ, რომ ეს ძალიან ასე ვთქვათ, ცუდია და არ შეიძლება ხო, საკვების საღებავია, კი. და ასევე სანელებლები, ანისული, ქინძი და ძირა და მას ჩვენ ვეძახით, ნახეთ როგორ ქვია, ნიახურ-მამულა სანელებლის სინდრომი. ანუ ესეთ სანელებლებს როცა იყენებენ სხვადასხვა კერძებში, მანაც შეიძლება ჰიპერმგრძნობელობა განაპირობოს, ანუ კონკრეტულ ადამიანს, აქ არ არის საუბარი ყველას დაეწყოს. კონკრეტულ ადამიანს, როდესაც ჭარბი რაოდენობით მიიღო, დაეწყოს ესეთი ტიპის კანის ალერგიული რეაქცია. ეხლა გადავიდეთ მესამეზე, ჩვენ ხო ვთქვით, რომ 5 უნდა ჩამკუთვალოთ, რომელიც ყველაზე ხშირია, ხო? ეგრეთ წოდებული მაღალი ჰისტამინის შემცველი საკვები პროდუქტები. ეხლა ჰისტამინი რა არის? ჰისტამინი არის ზუსტად ის ნივთიერება, რომელიც იწვევს აი პოხიერი უჯრედები გვაქვს ჩვენ ორგანიზმში, პოხიერი უჯრედების გამოტყორცნას ახდენს ჰისტამინისა და ზუსტად ეს ჰისტამინი იწვევს ქავილს. ხო გაგიგიათ მედიკამენტები, ანტიჰისტამინები. ანტიჰისტამინები, იმიტომ არის რომ ზუსტად აი ამ ანტიჰისტამინს ბლოკავს, დამთრგუნველია, კი. და არსებობს ესეთი მაღალი ჰისტამინის შემცველი საკვები პროდუქტები და ჩამოვთვალოთ ესენი ფერმენტირებული და დაძველებული საკვები, რომელიც ხშირია, ხო, მჟავე კომპოსტო, მჟავე კიტრი, შეიცავს, კი, მაღალ ჰისტამინის შემცველი. ლურჯი ყველი და პარმეზანი, დაძველებული ყველი, შებოლილი ლორი, სალამი. ეს ყველაფერი არის მაღალ შემცველობის და ასევე უნდა აღვნიშნო, აუცილებლად უნდა აღვნიშნო წითელი ღვინო და შამპანიური. რომლებიც ასევე ითვლება მაღალ ჰისტამინის შემცველ ალკოჰოლურ სასმელებად და ჭარბი რაოდენობის მიღების შემთხვევაში შეიძლება ადამიანს განუვითარდეს ან ჭინჭრის ციება, ურტიკარია, ან ქავილი დაეწყოს, ან ამას შეიძლება თან დაერთოს შეშუპებაც. დედასაზე პირდაპირ წითელი ღვინო, ლურჯი ყველი, დავაწყვილე და აფეთქდა ამას დავამატე. საერთოდ ზოგადად მანამდე საცივი ვჭამე, მანამდე კიდე ძალიან გემრიელია წითელი ღვინო, მეგობრებო, მაგრამ არ არის კარგი სასმელი სხვათა შორის, სხვა რიგი პრობლემების და გამო ასევე რა. მაინც და მაინც წითელს. ხო, მაინც და მაინც წითელ ღვინოს უსვავს ხაზს და ნუ წითელი ღვინო შეიძლება ადამიანმა მართლაც რო ერთი ჭიქა მიირთვას და მეტი არა. მეოთხეზე გადავიდეთ. ეხლა მეგობრებო, ასევე რომლებიც ხშირად ხდება ხოლმე სადღესასწაულო სუფრაზე, ეს არის ზღვის პროდუქტები. და ზღვის პროდუქტები ზოგადად ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე ადგილზე მყოფ ალერგენებად, საკვების ალერგიაში მოიაზრება ხუთეულში. და რა მინდა ეხლა აღვნიშნო, ზოგადად არ ნიშნავს თუ ადამიანს ალერგია აქვს, მაგალითად ფარფლოვან თევზეულზე, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას ალერგია შეიძლება ჰქონდეს მოლუსკებზე ან ხამანწკებზე. იმიტომ რომ არის ესეთი ცილა პროტეინი პარვალბუმინს ვეძახით, პარვალბუმინი არის ზუსტად ის პროტეინი, რომელიც აი ესეთ ფარფლიან თევზებში იწვევს რეაქციას ალერგიულს და ამაში ხამანწკებში და მოლუსკებში ეს არ გვხვდება, ანუ სხვა პროტეინზეა საუბარი. შესაბამისად არ ნიშნავს, რომ ადამიანს ორივეზე შეიძლება, მაგრამ აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იქნას, თუ ჩვენ პირობითად არასახში მომზადებულზე გვაქვს საუბარი და სხვაგან მივირთმევთ, შეიძლება კონტამინაცია მოხდეს, ანუ მაგალითად მზარეული, რომელიც ამზადებს ჩვენთვის ამ კერძს, შენახვა იყო ერთად, ანუ ეს თევზის და მოლუსკის ან ხამანწკი ერთად ინახებოდა და კონტამინაცია მოხდა, ანუ დაბინძურება, ასე ვთქვა და ამ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს რეაქცია და ხშირია ძალიან ჭინჭრის ციება, ურტიკარია და შეიძლება შეშუპებაც თან ახდეს ამ ყველაფერს. თევზს თუ ახდა ეს არ მეკონა, მე გამიგია და ფილმებში მინახავს კრევეტები და თევზში გადის ეგენი? არა, ეს თევზში არ გადის, ხო, აქეთ ხარეს გადის, კი.
და მეხუთე მეგობრებო, ასევე შეიძლება ადამიანები ამას ვერ იაზრებდნენ, ასევე დიდ ხუთეულში შედის საკვები ალერგენებიდან, რძის პროდუქტები და კვერცხი, რომლებიც ასევე ხშირად გვხვდება სადღესასწაულო კერძებში და სხვათა შორის ბოლო პერიოდია ძალიან პოპულარულია ეგნოგი, გაგიგიათ რა არის? კი, საშობაო სასმელია. საშობაო სასმელი, რომელიც შეიძლება იყოს ალკოჰოლური ან არაალკოჰოლური. ანუ ის მზადდება რძისგან, კვერცხისგან და შაქარი და ასე შემდეგ სხვადასხვა ეს არის და ეს შეიძლება იყოს უმი კვერცხიც, მაგრამ და აი ეს ეგნოგი ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ალერგიული სასმელი, ასე ვთქვათ, პროდუქტი. ამერიკაში ალბათ უფრო ჩვენთანაც ბოლო პერიოდი პოპულარული გახდა ჩვენთან, კი, განსაკუთრებით პოპულარული გახდა. ნაღები соуსი, ასევე ნაღები соуსი და соуსები, ტრადიციული соуსები, ბოსტნეულის კასეროლს იყენებენ. აი კონსერვირებული რამე? გარკვეული ტიპის პროდუქტია, რომლის დამზადებაში გამოიყენება ეს ნაღების და ნაღებში შედის რძე და კარაქი. და ითვლება რძის პროდუქტად და იწვევს ალერგიას. ეხლა თუ დავგვჩად, რომ ორი სიტყვით მინდა და გაკვირვებული ვარ ციტრუსები რო არ მოხდა შენს? ხო, ციტრუსები არ მოხდა ამ ხუთეულში, იმიტომ რომ გარკვეულწილად ციტრუსები მაინც ხილია, კი გიდასტურებ, რომ მოიაზრება, მაგრამ ვერ შეედრება ჩემს მიერ ჩამოთვლილ ხუთეულს რა. ანუ ისინი უფრო მეტი. კი, ისინი ნაკლებად, ხო. ეხლა მე მინდოდა მეთქვა ორი სიტყვით მკურნალობასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ამაზეც საუბარი აუცილებელია. როგორც წესი, ასეთი ტიპის პრობლემის დროს საზოგადოება მოიაზრებს რას, დექსამეტაზონს, ხო? რაც რეალურად გაუმართლებელია, არ შეიძლება დექსამეტაზონის გამოყენება. მინდა მაყურებელმა იცოდეს, რომ დექსამეტაზონი მხოლოდ და მხოლოდ არის არჩევითი პრეპარატი შეშუპების დროს. აქ მე არ ვსაუბრობ ანაფილაქსიურ შოკზე. თუ ანაფილაქსიური შოკი დაფიქსირდა ყველა ერიდოს ღმერთმა, აშოროს ღმერთმა, ანაფილაქსიურ შოკზე აუცილებლად უნდა გქონდეს ადრენალინი, იმიტომ რომ ადრენალინის გარეშე ანაფილაქსიური შოკის მკურნალობა მართვა შეუძლებელია. თუმცა სახში არავის არ აქვს. თუ ჩვენ ვსაუბრობთ ჭინჭრის ციებაზე, ურტიკარიაზე, ხშირად ადამიანის შიში არის, რომ ვაიმე ჭინჭრის ციება მაქვს და არ დავიხჩო, სულ ხო არ გამიჭირდეს. ესე არ არის, იმიტომ რომ ჭინჭრის ციება რო ანგიონევროზული შეშუპებით გართულდეს, არის ძალიან იშვიათი. ამიტომ თუ ჩვენ ბანალურ, თუ ჩვენ მხოლოდ ჭინჭრის ციებაზე და ურტიკარიაზე ვისაუბრებთ, აქ არჩევის პრეპარატი არის ზუსტად ანტიჰისტამინი, რომელიც ჩვეულებრივი ანტიჰისტამინი, რომელიც შეიძლება აფთიაქში რეცეპტის გარეშე შეიძინოს ადამიანმა, თუმცა სწორად უნდა იქნას გამოყენებული. ზაზა, გაგვარჩევინე რა, რომელი შეიძლება იყოს თავშეთ ჭინჭრის ციების გამოვლინება და რომელი უკვე ხო, ჭინჭრის ციების გამოვლინება იქნება. ჭინჭრის ციების გამოვლინება იქნება დაწყებული ქავილი, კანის შეწითლება ან განვითარებული ბებერები. ბებერები ანუ ამოწეულე ჭინჭრის სუსხვასავით. ამას ქვია ურტიკარია. ამ შემთხვევაში მკურნალობა ინიშნება, რა თქმა უნდა, ანტიჰისტამინით. ანუ ეგრეთ წოდებული ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატით უმჯობესია, რა თქმა უნდა, ის დანიშნოს ან დერმატოლოგმა, ან ალერგოლოგმა. იმიტომ რომ ეს ორი პროფილის ექიმია მეტად გამოცდილი ამ მიმართულებით. და რა ვადით უნდა ასეთ დროს მკურნალობა და ალბათ მოშორება იმ საკვების გარკვეული ვადით უნდა მიიღოს თუ დაფიქსირდა ადამიანი, აი როგორც წნევის დროს წნევიანი ადამიანი წნევის საწინააღმდეგო პრეპარატს სულ იღებს წვეთის გარეშე, გარკვეული პერიოდი ესე უნდა სვას და არა სიმპტომურად, ანუ უიდამემართა და ეხლა დაულია, არა, ერთხელ თუ დაფიქსირდა ხანგრძლივობა უნდა ალბათობა ის რომ გამეორდეს. დაახლოებით 2 კვირა ავიღოთ, კი, 1 კვირა, 10 დღე, 2 კვირა შეიძლება. ან შეიძლება მეტი. და თუ ჩვენ ამ ჭინჭრის ციებასთან ერთად ვსაუბრობთ შეშუპებაზეც, შეშუპება როგორც წესი ვითარდება ხოლმე ტუჩების, ან შეიძლება კისრის სახის არეში, ან პერიორბიტალურად, ეს თუ თანდართულია. აი მხოლოდ და მხოლოდ ამ შემთხვევაში შეშუპება თუ ფიქსირდება, ამ შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს დექსამეტაზონი, რომელიც არის არჩევის პრეპარატი ანგიონევროზულ შეშუპებაზე. ანუ ამ შემთხვევაში უნდა იქნას გამოყენება. დექსამეტაზონი არის, წარმოიდგინეთ, 6-ჯერ, 7-ჯერ უფრო ძლიერი ვიდრე
პრედნიზონი. წარმოიდგინეთ. ამიტომ ის რომ ყველაფერზე დექსამეტაზონს იყენებენ პაციენტები, ეს არის აბსოლუტურად გაუმართლებელი, იმიტომ რომ იგი პრაქტიკულად 0.75 მილიგრამი დექსამეტაზონი უდრის ეკვივალენტურია ჩვენი ენდოგენური კორტიზოლის დონის. ამიტომ წარმოიდგინეთ პირობითად დაახლოებით 1/1 ვიღებთ, წარმოიდგინეთ და ამიტომ ხდება სუპრესია ჩვენი ჯირკვლის და არ არის ეს ასეთი მარტივი და უსაფრთხო ხელწამოსაკრავი საკითხი. პაციენტებსაც ხო, ასევე დექსამეტაზონი არის არჩევის პრეპარატი კრუპის დროს. დიახ. როდესაც აი ბავშვებში არის ხოლმე კრუპი ხველა, ასე თქვათ და აი სუნთქვის გაძნელება. აი მხოლოდ ამ შემთხვევაში თუ ჩვენ საუბრობთ უკვე ანაფილაქსიაზე და ადამიანი მაღალი რისკი აქვს, ყოველთვის უნდა ჩვენ ვიცოდეთ, რომ ამ შემთხვევაში უნდა იქნას გამოყენებული ადრენალინი. სახლის პირობებში რა ვქნა ზაზა? სახლის სახლში დაემართა ადამიანი. ამიტომ თუ მაღალი რისკია და ალერგიული ადამიანი აუცილებლად სახში უნდა გქონდეს ადრენალინი. საუკეთესო ვარიანტია ეგრეთ წოდებული ეპიფენი. ეპიფენი არის მზა კალამი, რომელიც შეუძლია ნებისმიერმა ადამიანმა ტანსაცმლიდანაც კი მოხდეს აი ესე გაკეთება, უბრალოდ ჩვენ ხევისაცდომი არ არის ამ. ხო, ანუ ექიმიც ვერ დაგეხმარება, რომ სახში იქონიო ეს თუ კი მიდრეკილი ადამიანი ასე საქართველოში ხელმისაწვდომი არა. საერთოდ, მაშინ ანუ თეორიის დონეზე დავრჩი ისე? ადრენალინის რაც უნდა უიცოდეთ, უნდა გქონდეს თუ არა ადრენალინის სახში ქონის. სამედიცინო დაწესებულებას აქვს ადრენალინი? თუ შეიძლება იქაც არის, ხო? რა თქმა უნდა, ყველას აქვს. კი, სამედიცინო ადრენალინი უნდა გქონდეს. ზაზა, ესე იგი თუ წამოვიდა შეშუპება, ეს ნიშნავს, რომ ეს უკვე არის ანაფილაქსისკენ მიდრეკილი. არ ნიშნავს, ხო. იქამდე მივიდა. იმიტომ აი ხშირად ყოფილა ჩემთანაც პაციენტი მოსულად, რომ მე წარსულში მქონდა ანაფილაქსია. და დექსამეტაზონით გამოუძვერი მიყვება პაციენტი. ეს უკვე ნიშნავს, რომ არასწორად ყვება. დექსამეტაზონით ანაფილაქსიიდან ვერ გამოძვრებოდა. ვერ. მაშინ ის ანგიოშეშუპება გავმიჯნოთ რა. იმის სიმპტომატიკა ანაფილაქსის როგორია? ანაფილაქსია უკვე აი სუნთქვა გაუძნელდა და ვეღარ სუნთქავს და ამ შემთხვევაში უკვე ხდება ტაქიკარდია, ანუ სასუნთქი გზების ის ხდება და შეშუპება ხდება და ამ შემთხვევაში უკვე ადრენალინის გარეშე ვერ გამოძვრება ადამიანი და ჰიპოტენზია ხდება, ანუ წნევის ვარდნა ხდება ამ შემთხვევაში. ამიტომ და სანამ სასტრაფოში მიიყვანან მოვა რა შეიძლება ადრენალინი. ადრენალინამდე სანამ ხელმისაწვდომობა გახდება, გაჩნდება ადრენალინთან. რახან წნევა ვარდება, აი ვერაფერს ვერ შვება, გვერდზე თუ ანაფილაქსიურ შოკზე გვაქვს საუბარი, ეს არის ალერგიული რეაქცია ადრენალინის გარეშე, გარდა ამას არაფერი არ შველის რეალურად. ამიტომ დრო არის ცოტა, ხო? და დრო არის ცოტა, ამიტომ ადრენალინი თუ მაღალი რისკია, ესეთი ალერგიული არის ადამიანი, ადრენალინი ყოველთვის უნდა ჰქონდეს თან და განვითარებულ ქვეყნებში იქ ყველა მოსახლეობაც კი გადამზადებულია. მაგალითად, ჩვენ რო რესტორნებში შევალთ, რესტორანშივე იციან უკვე, მაგალითად, არიან ადამიანები ბრასლეტებს ატარებენ, სხვადასხვა ფერის ბრასლეტებია და ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანი არის კონკრეტულ რაღაცაზე ალერგიული. იმ ადამიანს რეალურად ის ეპიფენი ჯიბით და აქვს, თვითონაც იცის უკვე რეკომენდაცია მიღებული აქვს თავისივე ექიმისგან და იცის რა უნდა გააკეთოს. მისმა ოჯახის წევრებმაც იციან. ამიტომ განათლებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ადამიანმა განათლებას დიდი მნიშვნელობა აქვს ამ შემთხვევაში. შესაბამისად, აი ეს უნდა ვიცოდეთ, ამიტომ ესე ასე ვთქვათ, უნდა ვთქვათ, რომ ესე უპრაგონოთ დექსამეტაზონს, ასე ვთქვათ, ნუ გამოვიყენებთ, იმიტომ რომ ამისგან რისკები უფრო მეტი იქნება, ვიდრე სარგებელი. კიდევ ერთხელ ვუმეორებ, განვითარებული ჭინჭრისციება, ურტიკარია არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად ანგიონევროზულ შეშუპებაში გადავა, ანუ შეშუპდება ადამიანი და არ ნიშნავს იმას, რომ ეს გადავა ანაფილაქსიურ შოკში. ეს არის ძალიან იშვიათი რეალურად. შესაბამისად, ზუსტად რაზე გვაქვს საუბარი, იმის მიხედვით უნდა მოხდეს მკურნალობის დანიშვნა და განათლებულიც უნდა იყოს ადამიანი, ვისაც წარსულში მსგავსი ტიპის პრობლემა ჰქონია, რომ უფრო ფრთხილად იყოს, რომ პრევენცია მოახდინოს. მოკლედ, მინდა რომ ყველას მიულოცო დამდეგი ახალი წელი დაშობა, უსურო ჯანმრთელობა, განათლება და 2026 წელი ყოფილიყოს ჩვენი მოსახლეობისთვის, ჩვენი ძვირფასი მოსახლეობის განვითარების განათლებისთვის და მე ჩემი კუთხით ვიტყვი, რომ დიდი მადლობა რუსთავიორს, დიდი მადლობა დილამშვიდობისა საქართველოს, რომ მე მეძლევა საშუალება იმისა, რომ მე ჩემი წვლილი შემაქვს
შეიძლება პატარა წვლილი, მაგრამ ჩემი წვლილი შემაქვს ადამიანების სამედიცინო განათლების დონის ამაღლებაში. დამერწმუნეთ, ამაზე მნიშვნელოვანი არაფერი არ. ჯანმრთელი ადამიანი და ჯანმრთელობა და პრევენცია ზუსტად დაფუძნებულია პაციენტების, ადამიანების სამედიცინო განათლების მაღალ დონეზე. ძალიან დიდი მადლობა პირიქით ზაზა შენ ზუსტად იმისთვისაც აკეთებ, რადგან ტელევიზიაც ამას ემსახურება იდეაში. მთავარი იდეა ეს არის, რომ საზოგადოებაში სინათლე შევიტანოთ, სხვადასხვა მიმართულების სინათლე, რომელზეც ადამიანები, პროფესიონალები მთელ ცხოვრებას ანდომებენ და შემდეგ ჩვენ რაღაც პატარა 10-15 წუთიანი ვიზიტების დროს გვიზიარებენ ამ დიდ გამოცდილებას, რომელიც გვინდა რომ ყველა ოჯახში იყოს საუკეთესო, ესე ვთქვათ, ხარისხით განათლება ყველა მიმართულების. ზაზა მადლობა. წარმატებული, ბედნიერი, მშვიდი, ისეთ ნაყოფიერი წელიწადი გვინდა გისურვოთ.